მთელი ერთწლიანი ბრძოლა რომ შევაფასოთ, ჩვენ დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ხო? აი ეს რუსთაველი რა თქმა უნდა იყო მთავარი ბირთვი ამ პროტესტის, მაგრამ პროტესტს ჰქონდა სხვადასხვანაირი ფორმები, იყო გახსოვთ თემატური მარშები, იყო სხვადასხვა ტიპის აი სხვადასხვა სოციალური ჯგუფები და მუდმივად და ამ პროცესში, როდესაც შენც მოქმედებ, რეჟიმიც მუდმივად ცდილობდა, რომ სხვადასხვა გზით რეპრესიული კანონმდებლობა ადამიანების დაჭერებით მუდმივად ეს პროტესტი შეეზღუდა, ხო? ძალკე სხვადასხვა სექტორს დაარტყა, იქ არასამთავრობო სექტორი იყო თუ ასე შემდეგ. სხვადასხვა ასეთი ტიპის რეჟიმებთან ბრძოლის ჩვენ გამოცდილებას დავაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ თვითონ ეს პროტესტიც იყოს ძალიან მოქნილი, იმიტომ რომ პროტესტში მნიშვნელოვანია, რომ შენც ისე იბრძოლო, რომ დანაკარგები შეძლების და გვარად ნაკლები გქონდეს. ეხლა ჩვენ უკვე იმ ფაზაში შევდივართ, რომ უკვე თითქმის შეუძლებელი ხდება ესეთი რაღაცა, მაგრამ მანევრირება შესაძლებელია. მათ შორის მანევრირება შესაძლებელია ამ პირობებშიც კი. ეხლა ამ რეჟიმმა ბოლოს ეხლა თქვენიც რუსთაველი თხას იკეტებოდა, მე უკვე ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დადგა ხალხი, ხო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და ერთი დღე იყო ზუსტად, როდესაც არ გადააკეტინეს ამ ხალხს და უცებ ეს დაიწყო ამან მოძრაობა უბნებში და 1-2 კვირა ამ პროცესს თავიდან ბოლომდე დაიბნენ, იმიტომ რომ ვერ აუღეს ალა, ხო, ფაქტობრივად მათი უსამართლო კანონების აი ნებისმიერ არაფერი ფაქტობრივად ფორმალურადაც კი ვერ მოედავებოდი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ სამართლებრივი შვიდობიანი ფორმატი და ესეთი ჩარჩო მუდმივად ჰქონდა და სულ ამას უხსნიდით ჩვენ რო ხვდებოდით ამ პოლიციელებს, რომ პირდაპირ არ ღვევ რა კანონს, ეხლა დემონსტრირებულად, ხო, ეხლა ქვეითა გადასასვლელზე არ მიშვება ასე შემდეგ და ეს მოულოდნელი მოძრაობები ძალიან დაიბნენ და ვერაფერი ვეღარ გაიგეს, რა გაიკეთებინათ, იმიტომ რომ თავიდან მოერიდნენ ესე ხის ჩარევას, იფიქრეს რომ ალბათ ეს ახლა არ იმუშავდა უკვე, მაგრამ ბოლო 3 დღეა უკვე ალბათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკვე ცოტა ესეთი მეთოდები ჩაუშვან, რომ პირდაპირ თუ მეგაფონი უჭირავს ადამიანს პირდაპირ დააკავონ, ან უბრალოდ ესეთი ადამიანების მოტაცებით, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ეს პროცესი რაღაცნაირად შეაჩერონ. მე იმ ნაწილში, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ კიდევ შეიძლება შეიცვალოს ამ ფორმები და ფორმები ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას წინასწარ არ ვიტყვით, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის პროტესტის მე არ ჩავაბჟირდები მაშინ. რამე ტიპის ფორმები უნდა იყოს პანაცია, ანუ და თან ესე არ არის, რომ ან ერთი ადამიანი გეგმავდეს, ან 2 ადამიანი, ეხლა თავიდან რაღაცა ინიციატივა ჰქონდა მე და რამოდენიმე ადამიანს, ეს რამოდენიმე დღეა სხვა ხალხი უძღვება ამ პროცესს და ასე ვთქვათ, ანუ ძალიან გაშლილია და აი არ არის, რომ ან ერთ ან 2 ადამიანზე დამოკიდებული ეს პროცესი ამ საქართველოს მოქალაქეებს აი გვიზდგა ძალიან გააზრებული აქვს თავიდან ბოლომდე რისთვის იბრძვის რა. ამიტომ მე სულ ვიძახი ესეთი იმას ვიყენებ ხოლმე, დაგვიხურავენ ერთ კარებს, გავაღებთ მეორეს. მეორეს დაგვიხურავენ, გავაღებთ მესამეს. ამიტომ ეს ფანჯრები არსებობს. კი რაც უფრო დრო გადის დიაპაზონი ვიწროვდება, უფრო რთულდება მანევრირება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეს აქტივები, რომ გამოვიყენოთ, ოღონდ რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დისციპლინა და ორგანიზებულობა, კარგად გააზრება წარსული 1 წლის გამოცდილების, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ტიპის გამოცდილება ყო დაგვიგროვდა, ხო, 1 წლის განმავლობაში, ხო, ნეგატიური ჩვენს დაუშვით შეცდომები და ასე შემდეგ. ანუ ამ პროცესში ჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და გვჭირდება უფრო ცივი გონებით მოქმედება და ცოტა ემოციების უკან გადაწევა. ძალიან რთულია ამ პროცესში ემოციები უკან გადაწევა, მაგრამ ზუსტად ნებისმიერ ტიპის გამად გათვლა აქვს ხოლმე ემოციურად რაღაცა ემოციურ იმებზე ცდილობენ ადამიანებს შეცდომები დააშვებინონ. აი ჩვენ მარშს რო ვიწყებთ ხოლმე სულ მეუბნებოდით, რომ პოლიციას საერთოდ არ ილაპარაკვა. იმიტომ რომ აი პოლიცია რასაკეთებს, ხო, როგორ იწვევს ადამიანებს. მიდის ან რაღაცა მხარს მიაკრავს, რომ იქ უკუ რეაქცია გამოვიწვევს, ან რაღაცა რეპლიკას ესვრის, რომ იქნებ უკუ რეაქცია გამოიწვიოს, რომ მე საფუძველი შეიქმნას ამისთვის დაკავების. მე ამასაც რო არაკეთებდა ზოგი ადამიანი, მე უკვე ფაქტობრივად უბრალოდ დაადგა და იტაცებენ ადამიანს. ამიტომ აი ბევრი რაღაცა არის, რაც მესმის რომ შეიძლება ძნელი იყოს, მაგრამ ნუ ესეთ რეჟიმთან ბრძოლაში სხვანაირად არ გამოდის. ცოტა მეტი პრაგმატიზმი გვჭირდება, ცოტა მეტი ცივი გონებით მოქმედება და მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინა რაღაც ნაწილში, რაც ამ პერიოდში იყო, მაგრამ ეხლა ვინაიდან ეს რეჟიმი რაღაცას უპირისპირებს ამას, უკვე ჩვენც უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაცა ფორმები ვცვალოთ.